უკრაინის გამომსოფლიოს ლიდერები რუსეთის პრეზიდენტისგან განმარტებებს ითხოვენ. ვლადიმერ პუტინი კი საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ახლად არჩეულ დე-ფაქტო ლიდერთან ერთად ურთიერთობის მომავალ გეგმებს აწყობს. რაულ ხაჯიმბა კრემლის ლიდერმა საკუთარ საზაფხულო რეზიდენციაში მიიღო. მთავარი განსახილველი საკითხი ოკუპირებულ რეგიონთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო. საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში გამარჯვებული ხაჯიმბა, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში რუსული ინტერესების გამტარებლად მოიაზრებენ, კრემლის ლიდერს ეგრეთ წოდებულ საზღვართან დაკავშირებულ ინიციატივაზეც ესაუბრა. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ახლად არჩეული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტ საზაფხულო რეზიდენციაში მისი პირადი მოწვევით ესტუმრა. დე-ფაქტო ლიდერი პირველია მის წინამორბედთა შორის, ვისაც პუტინი ეგრეთ წოდებული პოსტის ოფიციალურად დაკავებამდე ინაუგურაციამდე შეხვდა. საუბრის მთავარი თემა თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნა და რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გახსნა გახდა. Знаю, что вы сторонник расширения наших отношений. მე ვიცი, რომ თქვენ მომხრე ხართ ჩვენი ურთიერთობების გაფართოების ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების. ეს ეხება როგორც თავდაცვასა და უსაფრთხოებას, სამართალდამცავ დანაშაულთან ბრძოლას, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროებს. მე სრულად გეთანხმებით, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სამედიცინო სფეროში ახალი სტანდარტების დასანერგად, პენსიების უზრუნველსაყოფად. ამასთან გადავწყვიტოთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გადაწყვეტასაც აფხაზი ხალხი დიდი ხანია ელის. Решение которых люди давно уже отхватили. ის საკითხები, რომლებიც ჩვენ წინ წამოვწიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია პატარა აფხაზეთისთვის და ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი განვითარებას პოვებენ. ნაწილი მათგანისა ეხება სწორედ სამხედრო თემატიკას, საზღვრის დაცვას, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში საქმიანობას. ჩვენი წინადადებებიც გვაქვს, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით რუსული მხარისთვისაც მისაღებია და რომელთა განვითარებისთვის ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი დიალოგი. კონკრეტულად რა იგულისხმება თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეში ან საზღვრის გახსნაში არც რაულ ხაჯიმბას და არც ვლადიმერ პუტინს დაუზუსტებიათ. შეუთანხმებელ საკითხთა შორის კი, რომლის გადაწყვეტის იმედი კრემლის ლიდერმა გამოთქვა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სამ ძირითად მიმართულებას ასახელებს. მიწაზე არსებობს დღეს მხოლოდ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საკუთრება. დიდი ხანია ჯერ კიდევ ბაღავშიდან მოყოლებული მოითხოვდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებიდან, რომ მათ დაეშვათ მიწაზე კერძო საკუთრება. მეორე, კერძო საკუთრება უძრავ ქონებას ბინებზე. ამაშიც უნდა დავაკვირდეთ, მიაღწეს თუ არ მიაღწეს რუსეთის წარმატებაზე. მესამე, ჩერკესკი სოხუმის გზის გაკეთებას კავკასიონის ქედზე, კოდორის ხეობის გავლით. ქართველი კანონმდებლები თვლიან, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა შემთხვევითი არ იყო და მასში ყველაზე რეაქციული ძალის გამარჯვებაც რუსული სცენარით განვითარდა. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ხაჯიმბას საშუალებით რუსეთი ოკუპირებულ რეგიონს საკუთარ პროვინციად აქცევს. სოხუმში არსებული რეჟიმი ძალიან დიდი ხანია, წლებია, 2008 წლის აგრესიამდეც კი არ წარმოადგენდა არაფერს დამოუკიდებელს. საოკუპაციო რეჟიმი იყო და რჩება. ხაჯიმბის მოსვლა შეიძლება კიდევ უფრო უადვილებდეს პუტინს ნებისმიერი პროვოკაციის მარტივად გაკეთებას, როცა ის ამას საჭირო ჩათვლით. პუტინი კრემლი როგორც ჩანს არ არის კმაყოფილი, მას ყველაზე მეტად აწყობს, რომ ეს იყოს მარტივი პროვინცია, რომელზეც სრული ზეგავლენა ექნება და სადაც აფხაზები ვერ გაბედავენ, ვერ აზროს გარკვეული ეროვნული ინტერესების დაკმაყოფილებას, ამიტომ ხაჯიმბას სწორედ ასეთი დავალება ექნება. უკრაინული მედია ხაჯიმბას აფხაზურ პუტინადაც მოიხსენიებს. მას პუტინთან აუდიენცია ჯერ კიდევ ეგრეთ წოდებულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც ჰქონდა. ეს ხაჯიმბასთვის მეოთხე მცდელობა იყო, დე-ფაქტო ლიდერი გამხდარიყო. ამჯერად კრემლის სრული მხარდაჭერით მან ეს შეძლო, თუ რაც მიიღებს აფხაზეთისგან რუსეთი ამ სამსახურის სანაცვლოდ, ხაჯიმბას ეგრეთ წოდებული ინაუგურაციის შემდეგ გამოჩნდება.